როცა ქვეყანა იცლება, როცა ქვეყანას იმედია დროებით აქვს შობადობის სერიოზული კრიზისი, თავარი პრობლემა, თავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს იმედია დროებითი პრობლემა არ გადაიქცევა გადაუჭრელ დაბრკოლებად. იმ აქედან იმედია დროებით წასულ ქართველებს, რომელსაც უნდათ აქ დაბრუნება, აქ არ დახვდება ცხების მიერ ათვისებული და დაკავებული ქვეყანა. ანუ აქ მათ სოფლებს, რომლებიდანაც დროებით მათ წასვლა მოუწიათ, ვიღაცას კი არ ჩაუსახლებენ, ვიღაცაზე კი არ გაყიდიან მიწებს და გვერდზე რაღაცა ეთნიკურ ანკლავებს კი არ გაუჩენ, არამედ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება. შესაძლებელი იქნება დემოგრაფიული კრიზისის შემბრუნება. მაგ პროცესს ჩვენ თუ დავამტყუეთ მიგრაციის შეგნებული მიზანმიმართული ტალღა, გადაულახავ ბარიერად დაუდგებათ უცხოეთში წასულ ქართველებს, რომელსაც დაბრუნება უნდათ. ეხლა ქართველებს, რომლებიც სიდუხჭირის და გაჭირვების გამო ვერ ახერხებენ გამრავლების იმ ტემპების ქონას ეროვნულ მასშტაბში უსაფრთხოების გარანტიებს მოგცემთ. ამიტომ ამის არც განცალკევება არ შეიძლება და არც იმის უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომ დემოგრაფიული კრიზისის ფონზე მიგრანტების აქტიური შემოყვანა არის ყველაზე მომაკვდინებელი პასუხი, რაც შეიძლება, ყველაზე მომაკვდინებელი შეცდომა, რაც შეიძლება ერმა და სახელმწიფომ დაუშვეს.